აი მითხარი, დავსვავ ესეთ კითხოს. აი რა არ გვასვენებს? აი რა არ გვასვენებს ხალხო? აი მართლა, აი რა არის, რაც არ გვასვენებს? რას გულისხმობთ იკა გააჩნია? გულისხმობ იმას, რომ იმდენი რამე იქნება ჩვენს გარშემო და ჩვენს ცხოვრებაში, იმდენი რამე შემოდის, რამაც უნდა შეგვიმსუბუქოს, როგორც ფიზიკური შრომა, ასევე გონებრივი შრომა. ეს ჩვენი საქმიანობა ყოველდღიური იყოს უფრო მსუბუქი, უფრო მარტივი. მაგრამ არა, მოსვენება მაინც არ გვაქვს. ანუ ვერ გამოვდივართ აი ამ მუდმივი მუშაობის, აი ამ რაღაც სქემიდან და გადაწვის ფენომენი დღეს რო აქტუალურია, ესე ალბათ არც ერთ დროში და არც ერთ ეპოქაში არ იყო. მიუხედავად იმის, რომ 1000 გამოწვევა ჰქონდათ ადამიანებს, რაღაცა თვითგადარჩენისთვის, 1000 რაღაცისთვის, მაგრამ ესეთი გადამწვარი ტვინები არ ვიცი, ჰქონდათ თუ არა. მე მგონი არა. აი რეზო, შენ ნათელი მაგალითი ხარ ასეთი ცხოვრების წესის. რა ვიცი, არასოდეს არ ისვენებ. რატო? აი ხა ეგეც არის რომ არასოდეს არ ვისვენებ. აი ახალ წელს მაგალითად აღდგომას და ნუ საფხულში ხმეტი რაღა უნდა დაისვენა, ხო? აი ლევანის კითხე, ნახე 24 საათი სამსახურშია, შაბათ-კვირასაც. მე მისი მიკვირს. არა, ლევანი რაღაცა სხვა ქვეყნებში დადის რაღაცასაც ახერხებს. შენ მარტო შენ სამსახურში შეხვალ დილას, გამოდიხარ გვიანობამდე და შეიძლება ხამე გამოძახებადაც გავარდე და არ ვიცი, რა ვიცი. რა ვიტყობა ჩემი ბრალია მაინც არ შეიძლება. აი თანამედროვე პრობლემაა, ხო? დღეს სოფლიოსი ესე ცხოვრების სტილი. ბევრს დაუსვია კითხვა, რომ როგორ უძლებ ამ ყველაფერს. ეს რო არ იყოს, ალბათ ვერ ვიცხოვრებთ. აი, მოვედი ხა მანდ, ნახე. მოვიდა ხა ზაფხული. ყველას გვეკუთვნის დასვენება. გვეკუთვნის კი მჭირდება აუცილებელია, მით უფრო ამ გიჟურ რეჟიმში, რომელსაც მთელი წელი ვუმკლავდებით, ხო? მოვა ეს ნანატრი დასვენება და საოცარი ფენომენია. ვერ ისვენებ, აი, ვერ ისვენებ. შვებულებაშიც მიდიხარ. შეიძლება ქვეყნიდანაც გახვიდე, ქალაქიდან გახვიდე, წახვიდე მთაში, წახვიდე ზღვაზე. არ გაქვს ასე პასუხისმგებლობა, რომ რაღაცა კონკრეტული აკეთო, მაგრამ შენი ტვინი ბერითიშება. ვერ ისვენებს. ნუ დასვენება რა არის, ხო? მარტო ის ხო რომ წამოწექი ფიზიკურად. მე მგონი მთავარი დასვენება არის გონებით რო წამოწვევი სადღაც, აი გონებას რომ გაითავისუფლებ და აღარც იმ პასუხგაუცემელ SMS-ებზე, მეილებზე, სტატელეფონო ზარებზე, საჭიროებებზე იფიქრებ, რაც მთელი წლის განმავლობაში ისედაც გეფიქრება და გევალება და მართალი ხართ იკა გონების გათვისასთან ერთად ტელეფონებიც აუცილებლად უნდა გავთიშოთ, როდესაც ვართ ზღვაზე მით უმეტეს დასასვენებლად, იმიტომ რომ ნახე ეხლა ის ინფორმაცია, იმდენი ინფორმაცია გინდა სოციალური ქსელიდან, გინდა სამსახურიდანაც, ამიტომ ყველამ უნდა გავთიშოთ ტელეფონები აუცილებლად დასვენების დროს და მაქსიმალურად შევეცადოთ, აღარ ვიფიქროთ სხვა პრობლემებზე და ეს ყველაფერი იმისთვის, რომ გადავარესტარტოთ ჩვენი გონება და ისევ დაღლილები აღარ დაუბრუნდეთ უკან სამსახურში. აი ეგეთი რაღაცა გონება შეიძლება დაასვენო და არა გათიშო. ხარ მზად თუ ტელეფონი გათიშო, გონებას ნუ გათიშო, ტელეფონი გათიშო, გონებამ დაისვენოს. თუ ტელეფონი გავთიშე, ჩემი საქმე ვერ ვაკეთებ, მე სამყაროს ავჭირდები, მე რეალიზებული არა ვარ, მე ჩემს საქმეს ვერ ვაკეთებ, ამიტომ ეს ჩემ ცხოვრებაში სანამ შემიძლია არ გავაკეთებ. შენ ბევრი ადამიანის ფიქრი გააჟღერე ეხლა ხმამაღლა, კიდევ ერთ ჩვენ არის დაპატიჟებ სტუდიაში. არ ვიცი, მე მგონი ისიც ვერ უნდა ახერხებდეს რომ გათიშოს. ჩვენი კოლეგა, ჩვენი მეგობარი ზურა გორგაძე უნდა შემოვიწიოთ ახლა ჩვენ სტუდიაში და მასაც მოვაყოლოთ როგორ აქ დასვენების საქმე. მოვედი, თაბა. მოდი იქნებ აქ მაინც დაიწყოთ. აბა მოგესალმებით, მეგობრებო. ზურა, სალამ. მადლობა დაპატიჟებისთვის, თქვენ გუნდში ან ექსტრასენსი გყავთ, ან რამე მსგავსი სკილების მქონე ადამიანი, იმიტომ რომ ასე როგორ დაამთხვიეთ, რომ 3 ღამის უძილო ვარ. დავშენ. ხო და 3 ღამის უძილო რო ხარ ჩემო ზურა, მინდა ქართული წყალი შევავსოთ. აუცილებლად. დიდი სიამოვნებით. წყალი მთის გაზირებულ ნატურალურ მინერალურ წყალს გთავაზობ და რაც თავარია ბრომატის გარეშე. ზურა, დასვენება წყურია. დასვენება წყურია, მაგრამ ვაი რომ ვერ ვისვენებ. აი, მაინტერესებს. ვერ ვისვენებ, არა თუ ვაი რომ არ ისვენებ. ხო, არც ვისვენებ. გამჩენი არ მასვენებს, ხალხო, გამჩენი. არა, მოდი ვთქვათ, მოვიდა ნანატრი აგვისტოს. ხო. გვეკუთვნის ეს დასვენება, შვებულების თვე. აი, მაინტერესებს,
ახერხებ თუ არა რომ სრულფასოვნად დაისვენო იმ რაღაც კონკრეტულ დროის მონაკვეთში. ზოგადად მივეკუთვნები იმ ადამიანთა კატეგორიას, რომლებიც აქტიური დასვენებით უფრო ისვენებენ, ვიდრე პასიური წესით. შესაბამისად, სადაც არ წავსულ ვარ დასასვენებლად, წამოწოლილი არავის უნახი, ყველა ხა? ქვეყნიდან, ყველა ლოკაციიდან ჩამოვედი უფრო დაღლილი, ვიდრე მანამდე ვიყავი, მაგრამ სამაგიეროდ ემოციებით სავსე. და რაღაცნაირად შემდეგ ეს დიდწილად აკომპენსირებს აი იმ ფიზიკურ დაღლილობას, მაგრამ ისიც ხო ვიცით, რომ ადამიანი რობოტი არ არის და ჭირდება ამ სხეულს ორგანიზმს დასვენება, რაღაც თავისი ციკლი აქვს, ძილს თავისი დრო აქვს, რაღაც ფიზიკურ დატვირთვას თავისი დრო აქვს, მაგრამ ეს ვიცი მხოლოდ თეორიულად. მაგრამ ვერ ვასრულებ. ტვინით დასვენებას მაინც თუ ახერხებ, აი? რეალურად თავარი პრობლემა არის ის, რომ გონების აი გათიშვას არა დასვენებას ვერ ვახერხებ, ანუ ვერ გადამყავს მოსვენების პოზიციაში. აი მაგალითისთვის ავიღოთ წლების წინ მომიწია ესეთი მომენტი იყო ჩემს ცხოვრებაში, როდესაც წავედი ავსტრიაში, ვენაში საცხოვრებლად და იქ შემეძლო რაღაც ახალი რაღაც რესტარტი გამეკეთებინა, არა. იქაც წავიღე ჩემი აპარატურა, ფილმებს ვახმოვანებდი და სერიალებს ვახმოვანებდი. ნუ გასაგებია ეს საქმეა, მაგრამ მე როდესაც მაქვს აგვისტოს პერიოდში ახლაც დასვენება, სადაც არ უნდა წავიდე, მე ჩემი აპარატურა, ჩამწერი აპარატურა თან დამაქვს, იმიტომ რომ გარდა წამყვანის პროფესიული ცხოვრებისა, გახმოვანების მსახიობიც ვარ და ეს ჩემი ხმა ხშირად ჭირდება თხოვნას. შესაბამისად, ხო, აი ჩემი სტუდია ჩემს ხრებზე მაწევს. და ხო, გონების გათიშვას ვერ ვახერხებ და მოსვენებას და არ ვიცი მასწავლეთ. რამდენიმე მიზეზი აქვს მოკლედ ამ ჩვენს მოусვენარ გონებას თუ ფიზიკურობას, რომელიც არ გვაძლევს სრულფასოვან აი მართლა დასვენების საშუალებას და ერთ-ერთი ასეთი მდგომარეობა არის მუდმივად ჩართული მდგომარეობა. ეს მდგომარეობა, როდესაც მიუხედავად იმისა, რომ ვარ სადღაც კურორტზე თუ როგორც არის, აი სოფელში, მარტონი თუ არ ვიცი, ვინ როგორც ანიჭებს უპირატესობას დასვენების რეჟიმს და მდგომარეობას, აი ეს მუდმივი შეტყობინება, რომელიც მოდის, იქ უცებ მეილი, რომელიც გაწითლდა, იქ რაღაცა გელოდება თითქოს. ეს რაღაცა პასუხისმგებლობა, რომელიც მაინც სადღაც ტვინში გიგაკონებს, რომ მოდი ბარემ გავაკეთო. ასევე ის, რომ არ დავაკლდე რაღაცას. და არსებობს ასეთი ტერმინი, რომელსაც ქვია FOMO, რომელიც ითარგმნება ასე, fear of missing out. ანუ მაგიტომ ხარ ჩართული, რაღაცა უცებ არ დააკლდე რაღაცას. აბსოლუტურად სწორი მე არ ვიცოდი ამ ტერმინის შესახებ და თუ ეს რაღაც სამედიცინო ენაზეც არსებობდა და თურმე სწორი შეფასება გამიკეთებია საკუთარი. ხო, აი რომ რაღაცას არ დავგე. fear of აი ზუსტად ესეა. ხა ჩვენს პროფესიაში მოგეხსენება თუ მოდუნდი და თუ არ ხარ აქტიური, თან მით უმეტეს დღეს, როდესაც სოციალური ქსელი ბობოქრობს და ამ ნაბიჯებს აუცილებლად რაღაცნაირად ფეხი უნდა აუწყო. აქ რაღაც გარკვეულწილად გიწევს საკუთარ თავზე მუშაობას, ხო? თან რაღაცების მეტად დაგეგმვა გვიწევს, რაღაც წინ გახედვა გვიწევს, ალბათ ამ პროფესიაში. უფრო ტონუსში უნდა იყო ყოველთვის, ვიდრე დაუშვათ სხვა პროფესიის წარმომადგენლებს. თუ მისი არჩევანია, რომ აქტიური სოციალური ქსელი კონდეს, რატომაც არა. კი ბატონო, მაგრამ ამ პროფესიასთან პირდაპირ უფრო გადაგვაგიშა ეს მენტალური ხმაური, რომელიც ასევე დიაგნოზია ერთგვარი. მაგრამ იცი რა არის, სახლშიც აბსოლუტურად ყველაფრისგან თავისუფალი როცა ვარ, ფიქრებში 1000 რაღაც იდეა მოდის, 1000 იდეა ტრიალებს, რაღაც გამახსენდება, მე იმას დაურეკავ, მე იქ რაღაცას დავგეგმავ, მე რაღაცას იქ ავდგები და რაღაცის კეთებას დავიწყებ, მე ეს გაკეთებული ბოლომდე ვერ მიმყავს, იმიტომ რომ იქ კიდევ რაღაც გამახსენდა. ეს უკვე დიაგნოზია ხალხო. დიაგნოზი არ არის. უბრალოდ გამაწვინა. მე მახსოვს ჩემ ბავშვობაში, ლევან თიკას ბავშვობაში. ეგ რომ არ იყო დენდის თამაში. არა, დენდინდე როგორ რაღაცა იყო, იცი რომ ანუ ამდენი ინფორმაციას ვერ ვიგებდით. ანუ ერთი წელები და თვეები და რა ვიცი. რა დიდი ერთ საათში უცბად ყველაფერი, აი ძალიან დიდი ინფორმაცია. ფიზიკურად ვიღლებოდით. ახლა გონება უფრო მეტად იღლება. აი სტრესია, სტრესში ვცხოვრობთ, სტრესული ეს ყოფა, იმიტომ რომ გინდა არ გინდა რაღაცნაირად უნდა მართლა ფეხი აუწყო ყოველდღიურობას და ეს ყოველდღიურობა არის მართლა ძალიან გიჟური. აი ამ ყოველდღიურობას ჩვენსაც გვია მენტალური ხმაური. ეს არის ეს ეძახიან სპეციალისტები, ეს არის მდგომარეობა, როდესაც შეიძლება ფიზიკურად ისვენებდე, მაგრამ გონება ვერ ისვენებს. ანუ ამ მოცემულობაში გვიწევს ახლა ცხოვრება. ჩვენ სამწუხარო და შენ ახსენე სოციალური ქსელი, რომელიც თითქოს გავალდებულებს კიდევაც რომ იყო აქტიური ყოველდღე. თანგრევი ყოველდღე უნდა დაპოსტოთ რომ გქონდეთ მეტი რაღაცა გამოხმაურება თუ ასე შემდეგ. დილაში სწორი ერთი პოსტი, ერთი რილსი და
წავიდა მართლა ეს დღე თან აი ეს რომ მართლა რაღაცას არ ჩამორჩე თუ იყო რაღაც სულ აქტუალური სულ სადღაც მირბიხარ სულ რაღაცა გაგვიანდება სულ რაღაცა ის არის რა ქვია სტრესის მომგვრელი ეს ყოველივე რა ვქნათ ერთი რაღაც გამოსავალია რომ უნდა გათიშოთ აუცილებლად ტელეფონი. არა, ვერ გათიშავ. შენ მაჩვენე ბოლოს როდის გათიშე ტელეფონი ლევან რა მითხარი როგორ გავთიშოთ აბა? ამ შემთხვევაში მე მგონი შენ დასვენების პერიოდში გათიშვაზე თქვი ლევან თუ როცა მუშაობ მაშინ ვერ გათიშავ. ხოლო დასვენების დროს გაგითიშავს ტელეფონი გათიშავ? არა, არ გამითიშავს. აი რატო ვერ გათიშავ? რაღაც პროცენტები რო იკლებს უკვე რაღაც დაფტერი სად არის? არა ჯერ დასვენების დროს ვერ გათიშებ, რომ 1000 ლოკაციაზე ხარ მისასვლელი და მინიმუმ ეძებ. აბა აქედან ის ტაქსი უნდა გამოიძახო. მე ეს აბა მაღაზიას ვეძებ, წავედით ყველა რა გამათიშინებ ტელეფონს. მე ხა უნდა დავგუგლო დღესაც შეიძლება რომ ესე საინტერესო გაატარო საღამო. დროს რა ვიცი, ერთი კვირა ტელეფონის გათიშვა მთელი წლის განმავლობაში აი ეს რაღაცა ნაფრონტალი ტვინით რამეს იზავს? არ მგონია რამეს. გამეთ მაშინ რაღაც აი ეს ადამიანმა დისციპლინა უნდა გამოიმუშაოს საკუთარ თავში და რაღაც დღის განმავლობაში მაგალითად საღამოს მივიდა სახლში რაღაც პერიოდის განმავლობაში უნდა გათიშოს საერთოდ და ეს რაღაც რუტინად ნელ-ნელა მერე გააზარდოს ეს ყველაფერი მაგრამ იცი რა არის მე ტელეფონს მაშინ ვიჭერ ხელში როდესაც საქმეები არ მაქვს და მე ტელეფონში ვიწყებ მუშაობას იმიტომ რომ სამსახური პირდაპირ მასში ამ ტელეფონთან და იქ მე რაღაცებს აკეთებ იქ რაღაცას ვიდეოს დამონტაჟებ იქ რაღაცას აღარ მინდა მართლაც ლაპარაკითაც უკვე ვერ დავისვენე. დამხალეთ. რა გინდოდა მოვედი მიწუწუნე წავალ ახლა. არა, ეხა კიდე მეორე არის. ეს არის დასვენების ურარის არ ქონა. ესეთი მეორე საკითხი რომელიც შეგვიძლია ვისაუბროთ. მე მგონი, რა ვიცი. ეხა რა ხდება? ეს არის დანაშაულის შეგრძნება. რომ თითქოს შენს რესურს რაღაცად არ იყენებ იმ მომენტში, არ ხარ დაკავებული, არაფერს არ აკეთებ, არ ქმნი ამ მომენტში არაფერს, რაღაც არაპროდუქტიული ხარ თან მათ შორის. დიდი ამბავი ახლა თუ ეხა ერთი საქმიანი ზარი გავაკეთე, რა იყო ეხა მთელი კვირა, ვისვენებ რა მოხდა, უცებ ეხა ერთი რაღაცა ეს მე მგონია პირდაპირ მასია იმასთან, რაზეც საუბრობდით მანამდე, ანუ აი რაღაცას გამოვაკლდებისთან არის კავშირში. მე აქ უფრო ვხედავ რომ გამოვაკლდები იმას უფრო არა. თიკა მინდა გითხრა რომ სამწუხარო სტატისტიკის მიხედვით გადაღლა დღეს არის გლობალური პრობლემა და მსოფლიო ჯანმრთელობის ორგანიზაციის მონაცემების მიხედვით უამრავ ადამიანს აწუხებს. ეს არის ზუსტად სამუშაოებთან დაკავშირებული სტრესი და ემოცია და გამოფიტვა და ასე შემდეგ. დასვენება ძალიან კარგია, მაგრამ უმეტესობა ვისაც უყვარს თავისი საქმე, დამეთანხმებით იქა რომ ეს არ არის მხოლოდ და მხოლოდ სამუშაო ეს შენი ცხოვრების წესია. ამიტომ არ უნდა გაგვიკვირდეს იმ ადამიანებს, ვისაც თავენ სამუშაო გარემო, ის გარემო, სადაც მთელი ცხოვრება ატარებ, ხო? მარტო არაა, ხო, შრომა, მუშაობა, ასე შემდეგ, ეს შენი ცხოვრება. ამ სამსახურმა შენ მთელი ცხოვრების წესი შეგიცვალა, ხო? ამიტომ მასთან განცალკაება, როგორც შენთვის, ასევე ჩემთვის ძალიან ძნელია და რთულია. აი მე უნდა ვისწავლოთ, დასვენებაც სწავლადია, მე მგონია ვისწავლოთ. კიდე ერთი ფაქტორი, აბა თუ აი ამოიცავ თქვენთან შიში საკუთარ თავთან მარტო დარჩენის, აი დავუშვათ. აი ეს ყველაფერი, რაზეც ჩვენ ყოველდღიურად ფიქრობთ, ზრუნავთ თუ რაღაც გავალდებულებს და ერთგვარი რაღაც ჯავშანივით გვაქვს შემორტმული როგორც რაღაცა იმიჯის ნაწილიც მათ შორის, აი ეს ყველაფერი ჩამოიცლება და რჩება ადამიანის საკუთარ თავთან. ამის დიდი დისკომფორტი და შიშიც აქვს, იმიტომ რომ შეიძლება 1000 რაღაც ფიქრი მოვიდეს მასთან, რომელსაც გაუპის არ უნდა ამაზე იფიქროს, არ უნდა ამას ესე რაღაცნაირად ამასთან დარჩეს მარტო. და მე იწყებს მოგონებას, რითი შეიძლება ეს ჩაანაცვლოს, ეს შეიძლება სერიალებზე შემოსკუპდეს, რაღაცა მუსიკაზე გახდეს დამოკიდებული, მოკეთ აი ამის შიშიც უქონიათ, რომ აი მე ნაკლებად, იმიტომ რომ აი ფიქრები ვერასდროს ვერ მებრძვიან, იმიტომ რომ რაღაცნაირად არასდროს ვერ მოვიდნენ და ვერც მოვლენ, არც მინდა იმ კონდიციამდე, რომ რაღაც ფიქრმა შემაწუხოს. გამორიცხული, ანუ ეგეთი რაღაც არ არსებობს. იმდენად ბედნიერი ვარ ჩემი ცხოვრების წესით, იმდენად ბედნიერი ვარ იმით, რასაც ვაკეთებ, იმდენად მიყვარს ის საქმე, რასაც ვაკეთებ, რომ აი არ ვიცი რა. ეტყობა ხო თიკა თუ არ ვიცი, ხო, დაღლილობა ხო მეტყობა. არა, არ გეტყობა. არა, ეხლა მეტყობა. მე მალები გიციმციმებ სამსახურზე რო ლაპარაკ. აი, ეხლა მეოთხე დებულება ხო არ ეხება ზურას ამ შემთხვევაში. ანუ მეოთხე არის ნერვული სისტემა და ეხლა რას ნიშნავს? ადამიანი თავისი აი ამ ყოველდღიურობისგან, აი მარათონის განმავლობაში ჩართული ვართ.
იმდენად დიდ ადრენალინს და კორტიზოლს გამოიმუშავებს, რომ აი ეს ენერგია, რომ ეხა ისიც აბა ეს საკუთარ თავისთვის დასახული ეს გამოწვევები, რომ ისიც ვქენი, ესეც ვქენი და ალბათ დღის ბოლოს გამოფიტულიც რო იყოს და ყველაფერი რო შეძლო და გამოვიდა ამით თკბობა და ბედნიერებაც არაძლევს ადამიანის საშუალებას, რომ უბრალოდ ესე იყოს წელი დღე და ამით ისი ამოვიდა. ზუსტად მაგის თქმას ვაპირებდი. ახლა რაღაცა მიმღებში შემხვდათ 18 წლის ბავშვი გულგაჩერებული შემოიყვანა სასწრაფო. აი 45 წუთი რეანიმაცია ვაკეთე, იცი არავინ არ მეუშვი და გული ამუშავდა. ერთი კვირა არ მეძინა, იცი? სიხარულისგან. და კიდევ ერთი მიზეზი, რომელიც არ გვასვენებს, არის კონტროლის სურვილი თუ არ მოთხოვნილება. მათ შორის საკუთარ თავზე კონტროლის და საკუთარი ცხოვრების, ასევე სამსახურში რაღაცების გაკონტროლების. აი რაღაცა ეს იმდენად ეთყობა ფუნქციურად ავსებს ადამიანს, რომ რაღაცა იქ თანამშრომლების იმ სიტუაციას ამას აკონტროლებს და ეს ყველაფერი თავისადავე ეფში აქვს, რომ აი ამის სურვილი და გადამეტებული ალბათ მოთხოვნილება ასევე არაძლევს იმ სრულფასოვანი დასვენების საშუალებას, რომელიც ეკუთვნის, იმიტომ რომ მის გარეშე იქ რა მოხდება, არა აბა, რა იცის. მე ეს ადამიანი ვარ სამსახურში არაფერი მინდა რომ ხდებოდეს. ხო. ყველაფერს საქმის ყურში მინდა ვიყო. ხედა, ანუ ყველაში ამოიცანი, მე მგონი შენი თავი, ხო, ცოტა. მე კიდევ ჩემი თავი მეგონა დაღლილი და თურმე ადამიანი. და რეზოს თუ ატყობ საერთოდ მე მგონი ეხლა ისვენებს ამ წუთებში აქ ჩვენთან ისეთი დაღლილია. ეს მაგას არ უნდა დაგვავიწყდეს, მაინც რომ დასვენება, მაინც სხვა რაღაცა. ეს არა აფუფუნება, ეს არის აუცილებლობა, სწორედ დასვენება აუმჯობესებს მეხსიერებას, კონცენტრაციას, ამცირებს სტრესს და ზრდის ემოციურ სტაბილურობას. ამიტომ ყველა ადამიანმა, ყველა ინდივიდმა თავისი დასვენების პირობები უნდა შეურჩიოს მის ორგანიზმს. შენ აქტივი უნდა სცეს თავის ორგანიზმს და გონებას. ჩვენი დღევანდელი ცხოვრების წესი, როგორც აღნიშნეთ და გამოიკვეთა მიზეზიც, რომელიც არის სულ სიჩქარე, სულ რაღაცის ვერ მოსწრება, სულ რაღაცას დაწევა ან გასწრება, მაშინ ხარ მაგარი, როცა ყველაფერს ასწრებ, აი ამ აზრით მოქმედება. ამას მივყავართ იქამდე, რომ ჩვენთვის დასვენება უკვე რაღაცა უცხო რაღაცა გახდა. იმიტომ რომ თუ არ გააკეთებ დღეს, ხვალ არავინ არ იცის რა მოხდება. ან ზოგჯერ რომ გუშინ უნდა გააკეთო უკვე და უკვე გაგვიანდება. მოკლედ ასია თუ ისეა, ეს საქმე ჩვენი გასაკეთებელია, მაგრამ ამ საქმეებს ვერ გავაკეთებ თუ ჩვენს სხეულს და ორგანიზმს არ დავასვენებ და გონება რაც ყველაზე მნიშვნელოვანია. რაღაცნაირად ეს უნდა შევცვლოთ, რაღაცნაირად ჩვენს სხეულს უნდა მივცეთ იმის უფლებაც და იმის შესაძლებლობაც, რომ დაისვენოს მან. მე დავიბარებ, რომ აღარ დამირეკონ იმ ერთი კვირის განმავლობაში, როცა მე წავალ დასვენებლად და ის მიზეზი, რომელმაც გაგვაერთიანა პრინციპში ყველა აქ ვცდომნი, რომ დასვენება არ არის დროის კარგვა, ეს არის ერთადერთი შანსი ჩვენი ორგანიზმისთვის, გონებისთვის, რომ აღიდგინოს თავისი თავი. ჩვენ პირიქით, ეს არის ინვესტიცია ჩვენში, ეს არის ახალი ძალების მოკრება. ამიტომ ეს ისეთივე საჭიროა, როგორც ფიზიკური ვარჯიში, რომელსაც ნელ-ნელა დავეჩვიეთ, როგორც ჯანსაღი ცხოვრების წესი, სწორი კვება, რომელსაც ნელ-ნელა ვნერგავთ, ასევე ჩვენი კუთვნილი დასვენება. ესეც შევიყვანოთ ამ ჩვენს აუცილებელ ჩამონათვალში. მადლობა ზურა. და ეხლა უნდა დაგესრულებინათ, ხო და ეხლა წადი დაიწინე. ეს უნდა დაგესრულებინათ. დადი ზურა იმოძრავე. მართლა შაბათი დღეა, უქმე დღეა, გეკუთვნის დასვენება, თუ სადმე არ გაქვს დღევანდელი საღამო დაგეგმილი უკვე სამუშაო. არა, დღეს ვეღარ. კეთილი, მაშინ 7 დღის გაგრძელება მინდა. მადლობა.